გამარჯობათ მეგობრებო, დღეს მინდა მოგიყვეთ ხანუქის დღესასწაულზე, რომელსაც უკვე ებრაელები 2000 წელზე მეტია ვზეიმობთ. ხანუქა ჩვენთვის ებრაელებისთვის იდეოლოგიური დანიშნულების მატარებელი დღესასწაულია, ის გვახსენებს ჩვენ თუ როგორ გაიმარჯვა სიკეთემ სიბოროტეზე, სინათლემ სიბნელეზე, წმენა მურწმუნოებაზე. ძველი წელთაღრიცხვის 164 წელს ისრაელში მმართველობაში იყვნენ ბერძნულ-სირიელი მმართველები, ისინი ებრაელებს გვიშლიდნენ თორის კანონებით ცხოვრებას, ლოცვას და გამჩენის წესების დაცვას. როგორც ვიცით, ძველი ბერძნები იყვნენ კერპთაყვანისმცემლები, მათ არ გააჩნდათ არავითარი ღირებულებები, არავითარი მორალი, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინათ ჩვენი ებრაელების წმინდა ადგილებისთვის. ბერძნებმა ძალიან კარგად იცოდნენ თუ რა სულიერ დარტყმას მიაყენებდა ებრაელებს მათი წმინდა ადგილების შეურაცხყოფა და ზუსტად ამიტომ გადაწყვიტეს შეებილწათ ებრაელების ყველაზე წმინდა ადგილი, ჩვენი ტაძარი, სადაც მიმდინარეობდა ღვთისმსახურება. ზუსტად მაშინ გამოჩნდნენ ისრაელში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გვარის მატარებლები, მაკაბელები. ისინი იყვნენ ქოენის ოჯახიდან, რომლებიც წინააღმდნენ ამ განუკითხაობას და ომი დაიწყეს ბერძნების და სირიელების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეს იყო საკმაოდ მძიმე ომი, რომელიც გრძელდებოდა მრავალი წლის მანძილზე, რადგან სირიელების და ბერძნების არმია საკმაოდ აღიმატებოდა ამ ოჯახის არმიას და იყო საკმაოდ მძიმე ბრძოლები. მაგრამ საბოლოოდ მაკაბელებმა ჰპოვეს გამარჯვება ამ ომში, მათ დაიბრუნეს იერუსალიმი, დაიბრუნეს ტაძარი და დაიწყეს ჩვენი წმინდა ადგილების კერპებისგან გაწმენდა. როდესაც უკვე მაკაბელებმა ქალაქი მთლიანად გაწმინდეს ბერძნებისგან და სირიელებისგან, ტაძარში მსახურების აღდგენისთვის საჭირო იყო ზეითუნის, ზეთისხილის ზეთის მოპოვება. სამწუხაროდ ბერძნებმა ყველა ზეთი შებილწეს და მხოლოდ ერთადერთი პატარა ჭურჭელში ზეთი იყო დარჩენილი, რომელიც ბუნების კანონით მხოლოდ ერთ დღეს შეეძლო გაეტანა და ემსახურა ტაძარში. მაგრამ ამ ზეთმა გასტანა 8 დღე და 8 დღე ანათებდა ეს სანთელი ჩვენს ტაძარში. ზუსტად ამაში მდგომარეობს ხანუქის დღესასწაული, რომელსაც ჩვენ უკვე აღვნიშნავთ, როგორც უკვე აღვნიშნე 2000 წელზე მეტია. ხანუქის დღესასწაული ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ ისტორია, ეს არის ჩვენი ებრაელების ყოველდღიური ცხოვრება, რომელიც გვასწავლის, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ჩვენ წინააღმდეგ. თავარია რომ ჩვენ ვიყოთ ერთად, თავარია რომ ჩვენ გვწამდეს გამჩენი ღმერთის, რომ ვიცოდეთ რომ ის ყოველთვის ჩვენ გვერდით არის, ვეცადოთ რომ ვიცხოვროთ მისი წესებით, მისი კანონებით, შაბათის დაცვით, თეფილიმის დადებით, ქაშერის საჭმლით და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი იდენტობა შევინარჩუნოთ. ზუსტად ამისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, ზუსტად ამისთვის ვიბრძვით ჩვენ დღეს. ჩვენი გადარჩენა არ მდგომარეობს მხოლოდ ფიზიკურ გადარჩენაში. ჩვენი მტრები ყოველთვის გვებრძვიან იმისთვის, რომ დავკარგოთ ჩვენი იდენტობა, ჩვენი ებრაელობა, ჩვენი გამჩენი. ეს ჩვენ არ უნდა დაუშვათ, ზუსტად ამაშია მთელი ხანუქის დღესასწაულის იდეა. ეს იდეა მდგომარეობს იმაში, რომ არავითარი სხვა ღმერთები ჩვენთვის არ არსებობს, არავითარი სხვა მორალი ათიმცნების გარდა ჩვენთვის არ არსებობს, არავითარი სხვა წიგნი, წმინდა წერილი გამჩენისგან როგორც თორა ჩვენთვის სხვა არ არსებობს. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენ ებრაელებს. ეს იყო დღეს ასეც მინდოდა თქვენთან მესაუბრა და რა თქმა უნდა მოიწონეთ და გააზიარეთ ეს ვიდეო, რომ ყველამ გაიგოს თუ რა შემდგომარეობს ხანუქის დღესასწაულის იდეა. მომავალ შეხვედრამდე.